ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მამნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. მე-21 საუკუნეში სოფლად მოსახლეობის უმთავრეს პრობლემათაგან უმწვავესი ისევ უწყლობაა. ადამიანები ამბობენ, რომ წყალი ან საერთოდ არ აქვთ, ან თუ აქვთ გრაფიკით და ხშირად ისეთი წყალი, რომლის უნებლობაში ეჭვიებარებათ. გარეგანი ვიზუალითაც კი ისეთი დაბინძურებული და ამღვრეულია. ამიტომ დალევას ვერ რისკავენ. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს წყალი ბევრად უკეთ ჰქონდათ, მანამ სანამ ადგილობრივი ხელისუფლება წყალმომარაგების გაყვანილობას შეცვლიდა. რაც ეს გაკეთდა, ეს რეაბილიტაციას რო ეძახით, რაც ეს გაკეთდა, მის მერე უფრო წყალი აღარ არის. მანამდე შედარებით უკეთესად იყო რეაბილიტაციამდე. საროჭკას რო გაიხდით, ახალ ჩაიცველ და მაგრამ ახალ ჩაიცველ და თქვა ღილები არა აქვს, რამე არა აქვს, ისა აზრი იყო ფოლადის მილები, ჩაყარეს პლასმასი. ალი მოდის, აი როგორ გითხრათ, როგორც არაყი. აი ძრავი მიდგია მატორი, რომელიც ტუმბავს მილიდან. როცა წყალი თუ მოვა წყალი, თუ მოვა წყალი, მე ძრავიდან ამ მატორიდან ვავსებ ერთი 200-იანი, 300, 200. გამოვიდა 500 ლიტრი წყალი და აქედან მერე ამაკ აი მეორე ძრავია, რომლითაც ამაკ ვანის თავზია ბაკი. იქ სულ აი ელექტროენერგია მეტი მეხარჯება ვიდრე წყალი. აი დღეს იყო ხვალ აღარ იქნება, დღე გამოშვა. მაგრამ რაც რეაბილიტაცია გაკეთდა, იმის მერე წყალი აღარ არის. რეაბილიტაციამდე ძრავები არ გვეყენა. რაც რეაბილიტაცია გაკეთდა, დაიკარგა წყალი, მაგრამ საწავიდა. კაცმარიც რა მოხდა, რეზერვუარი გვაქვს ზევით სადღაცას, ზუსტად ვერ გეტყვი. რეზერვუარიდან წყალს რო გააღებენ, მოდის სოფელში და მერე სოფელში ნაწილდება. ქვევო ჩოჩეთი, იქით იდლეთი სოფელი 2 საათია წყალი რა. ხალხის 4 მხრიდან ჩამოუდის წყალი. ასეთი უნდა იყოს ისა. გააკეთები რაღაცას, გასკდება, გამოდის თლაფი და ასე შემდეგ. მე უკვე სერიოზულად აღარ აღვიცხავ რამდენ სხვაჟებს სასმელ წყალში. დაახლოებით რა გიჯდებათ? რა 40 ლარი მაინც მიჯდება წყალი. კი, სარგებლობთ, როგორ არა. გაიწყალი მოდის, რა ვიცი, ჩვეულებრივ ჭიქაში ვასხომ, შვენიერი ისა, ხო, ის არის, რა ქვია, ფერია, არა აქვს ტალახიანი. როგორი წყალი მოგდით სახლში? ზოგჯერ ტალახი მოდის, ზოგჯერ კაია. ბაჩოქში რო ავსებთ, მღრია, გეგონება ჩემი ბაჩოკი ტუტყიანია, გავრეცხავ და იგივე მდგომარეობაშია. საერთოდ არის შეიძლება მაგის დალევა. ყიდულობთ წყალს? ყიდულობთ, აბა რა უნდა ვქნათ. დაახლოებით რამდენი ლიტრა გჭირდებათ დღეში? სარეცხი რო არ დავთვალოთ, ისე მაინც 1-6 ლიტრიანი ისე გვინდა როგორც არაფერი და თუ სარეცხი და ყველაფერი დავთვალეთ, კინტალახიანით ვრეცხავთ, რა ვქნათ. 2 წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის, მე ეხლა ვერ ვიტყვი კონკრეტულად ეს ვარაუდი გამოთქვეს, ანუ ლეპტოსპირას ბაქტერია შემქმნელ, ამის სიცოცხლის ფასად გამოჩნდა ეს ყველაფერი. ვერსია იყო, რომ თქვათ შეიძლება წყლიდან გადასულიყო. დამამდილებით ვერ ვიტყვი, ფაქტია, რომ რაღაცა არასადაროდი წყალი მოდის. დასალევად არა, ძალიან კლორიანია. სუფთა მოდის ხო, ახლა გამოსწორდა. მე სულ სვამ არ ვიცი. ანუ როგორი წყალი მოდის? სუფთა წყალი მოგდის. ზამთარში ჭჭყიანი იყო, რაღაცას აკეთებდნენ იქა. ეხლა სუფთა. თუ არ მომწონდა, ადუღებ და მერე სვამ. მე კმაყოფილი ვარ წყალით. ძალიან ცუდი. ეკოლოგიურად გამოუცდელია წყალი. რა თქმა უნდა, ყველაფერთვის უარი ცუდია.
ორგანიზმის ნებისმიერი მოქმედებისათვის. ამ თემაზე გაერთიანებულ ინტერმუნიციპალურ დებატებში ჩვენს AI წამყვანებს გაიოსსა და მაიას სურდათ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის დაესვათ შესაბამისი კითხვები, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლებოდათ. ვისთვის მიეცათ ხმა? ვინ უკეთ მოაგვარებდა მათ პრობლემებს? ამ დებატებში მონაწილეობა მათ კანონის ბრძანებით ევალებოდათ. თუმცა დებატები ვერ შედგა. კითხვები უპასუხოდ დარჩა. მოდით ვისაუბროთ წყალმომარაგებლობაზე, რადგან წყალმომარაგებას რაც რეგიონებში ხდება ძნელად უწოდებთ. მაგალითად, როცა წყლის ოპერატორი ცენტრალურ უწყებას ექვემდებარება, რა ფორმატით სთხოვთ და აკონტროლებთ სამუშაოებს ლოკალურად. ამ თემაზე სხვადასხვა რეგიონულმა ტელევიზიამაც მოაგროვა კითხვები მოსახლეობიდან. მოусმინოთ მათ. პირველ რიგში მინდა რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოგვარდეს წყლის პრობლემა, რომელიც აწუხებს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლის მოსახლეობას. ეს არის მთავარი საჭიროება ჩვენს ქალაქში. საფრთხეში კეთდება წყლის სისტემა, რეაბილიტაცია და თლიანად როდის მოგვარდება სამტრედიის თლიან მასშტაბში ეს პრობლემები. მე ბარციალა ჯოჯოა ცხოვრობ სენაკში. კითხვა მაქვს, აღდგება თუ არა და დაადგება თუ არა ამ წყალს საშველი და კურორტს. ეშველება რამე კურორტ? ამის შეკითხვა მაქვს და პასუხს ველოდები. კურორტი მენჯი წლების განმავლობაში იყო მიმზიდველი. აქ დადიოდა მთელი ხალხი. ავადმყოფი და ჯოხს აგდებდნენ სამკურნალო თვისებების საერთოდ. ახლა ასე უპატრონო და ნაგავსაყრელი გახადეს. რაც იქ იმაში და გატეხამენ და ინგრევა და იმაში დამენ წამოვა და არ დაყრიან ყველაფერს. და ეგერ ყრიან ნაგავი. ყველა პარტია რომელიც მოვიდა თავიდან დაწყებული ყველა იმას იძახო და კი აღნიშნავენ რო წავიდა ყველას გადაავიწყდა ეს. არავინ არ მოსულა ამის გამკითხავი. იცნობთ თუ არა მონაცემებს? ან გაქვთ თუ არა სურათი 2024-2025 წლებში მუნიციპალიტეტებში რამდენია გათიშვების საშუალო ხანგრძლივობა და სიხშირე უბნების მიხედვით? როდის იქნება 24/7 მიწოდება ყველა დასახლებაში? ან როგორ მართავთ წყლის ხარისხზე ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგებს, როცა არაერთი შემთხვევაა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სასმელად უვარგისი წყლის მიწოდების? ასეთი სურათი განსაკუთრებით მძიმეა ბაღებსა და სკოლებში, სადაც მონიტორინგის მიხედვით მოსწავლეებს ხარისხიანი წყალი არ მიეწოდებათ. როგორ ვინატყობინებს მოქალაქეებს თუ წყალი დროებით არასასმელია? როგორ და რით აპირებთ მომდევრო 3-4 წელში ადგილობრივი საჭიროებების დაფინანსებას ევროპის დაფინანსების შემცირება გაქრობის ფონზე? გაგვაცანით კონკრეტული პორტფელის გეგმა. რას გადაფარავს შიდა ბიუჯეტი, რა დაიფარება გრანტით? საიდან მოგაქვთ საგრანტო მხარდაჭერა? სად არის რისკების მატრიცა? რადგან ამ კითხვებზე პასუხი პოლიტიკოსებმა არ გაგვცეს, ისევე ექსპერტულ წრეს მივაშურეთ. შევეცადეთ მათგან გაგვეგო, რასთან გვაქვს საქმე, როცა 21 საუკუნეში ადამიანების უდიდეს ნაწილს ღირსეული სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნდამენტური უფლება, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არ აქვთ უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ დღესდღეობითაც კი ჩვენს ქვეყანაში მაინც ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. სამწუხაროდ სტერეოტიპებიც არსებობს, რომ საქართველოში წყლის პრობლემა არ არის, წყალს მიაქვს საქართველო და სადაც წყალი ჩამოდის, ყველგან შეგვიძლია დავულიოთ, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვანაირი გვაქვს სამწუხაროდ. ჩვენი ორგანიზაცია ამ შემთხვევაში სენი არა მარტო წყლის, არამედ გაეროს განვითარების მეექვსე მიზნის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს სუფთა წყალს, ანუ სასმელ წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას 2017-2021 წლების მანძილზე მუშაობდა საკმაოდ აქტიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ძირითადად თანამშრომლობდით სკოლებთან და სოფლის სკოლები იყო ეს, ანუ დიდ ქალაქებში არ მუშაობდით, ვინაიდან დიდ ქალაქებში სურათი ცოტა სხვანაირია. კვლევის შედეგად დიდ ქალაქებში კონტროლირებაც უფრო უკეთ ხდება და ასე ვთქვათ იმ სტანდარტებს, რაც არის როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ადგილობრივი სტანდარტები, ასე თუ ისე აკმაყოფილებს. ანუ რასაც ვერ უთქვით სოფლებზე. კი, სოფლების შემთხვევაში სიტუაცია იმ პერიოდისთვის განსაკუთრებით საკმაოდ საგანგაშოც კი იყო, ვინაიდან წყალსაცავი ნაგებობები იყო თვითონ დაზიანებული, ანუ ანტისანიტარია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ წყლის მიწოდებაზე აიღო პასუხისმგებლობა, ამას ასე ვთქვათ, ბოლომდე კეთილსინდისიერად არ აკეთებდა. და ერთია რომ შეიძლება იყოს სათავე ნაგებობაში სუფთა წყალი,
მაგრამ მეორეა შიდა დაქცევა როგორ არის გაკეთებული. სამწუხაროდ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი მილსადენები, ანუ წყალსადენებია, რომელიც არის ეროზირებული, დაზიანებულია, რაც საბოლოოდ ისეთ სურათს გვაძლევს, რომ შეიძლება თუნდაც სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია გავაკეთოთ,ით ყველანაირი სტანდარტი დავიცვათ, მაგრამ შიდა დაქცევაში გქონდეს იმხელა, ასე ვთქვათ, ხარვეზი, რომ წყალი სანამ მივა სათავე ნაგებობიდან მომხმარებლამდე, იქ დაზიანდეს და იქ იყოს უკვე დაბინძურებული. სკოლაში რა მოცემულობაც გვაქვს, ძირითადად იგივე მოცემულობა იყო სოფლებში. ჯამში ბოლო კვლევა ჩავატარეთ ჩვენ 2019 წელს, ჯამში 206 სკოლა შეირჩა საქართველოს 10-ვე რეგიონში და საკმაოდ საგანგაშო შედეგი იყო. აი უბრალოდ მონაცემები რო გითხრათ, ზოგადი სკოლების თითქმის 70%-ში წყალსადენი მილები და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა სრულად მოძველებული იყო და საჭიროებდა განახლებას. ასევე სოფლის სკოლებში არსებული საცმელი წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა სახელმწიფო სტანდარტებთან, რა თქმა უნდა, ხშირად ეჭვს ბადებდა. თუმცა სკოლებში კიდე ასევე რაც გამოიკვეთა ამ კვლევის ფარგლებში იყო ის, რომ წყლის ხარისხი ლაბორატორიული კონტროლი როგორც წესი არცად არ ხდება. და თუნდაც ეს იყოს მაგალითად სოფელში ჩატარებული იმ ორგანოს მიერ, რომელიც ასე ვთქვათ, პასუხისმგებელია სასმელი წყლის მოწოდებაზე, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ გვინდოდა გამოთხოვება ამ ანალიზის, ბეჭედ დარტყმულ ანალიზს ვერ გვაძლევდნენ, რაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ეჭვებს ბადებდა. ანუ ისიც უნდა აღენიშნოს, რომ მიუხედავად ჩვენი შეფასების, ასე ვთქვათ, კრიტიკული რეალურად შეფასება დაიდო და სურათი საკმაოდ ცუდი იყო, არ შეიძლება არ აღენიშნოს, რომ მის შემდგომ საკმაოდ ბევრ სკოლაში და მათ შორის სოფლებშიც ეს საკითხი პრიორიტეტულად გახდა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ვინაიდან ეს თვითონ ანუ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც მოითხოვდა, ასე ვთქვათ, ამას, ერთ-ერთი დებულება ეს იყო, რომ სასმელი წყალი არის ადამიანის ფუნდამენტური, საცმელ წყალზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს რიგი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ის პრაქტიკები, რომელიც არის დასავლურ ქვეყნებში და განვითარებულ ქვეყნებში დანერგილი, აჩვენებს იმას უკვე მრავალი წლის განმავლობაში, რომ ეგ ის პრაქტიკებია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადმოვიტანოთ და მარტივად დავნერგოთ საქართველოში. თუნდაც აი მაგალითისთვის რო ვთქვა, ჩვენი პროექტის მანძილზე საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და იქ არის საკმაოდ ბევრი დეტალი გასათვალისწინებელი, არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, არამედ უკვე ექსპერტული ჩართულობით და დონორი ორგანიზაციების და ჩვენი, ასე ვთქვათ, ევროპელი პარტნიორების ჩართულობა ამაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ასევე განათლების მიმართულებით, ვინაიდან წყალზე და წყალთან დაკავშირებულ სერვისებზე სამწუხაროდ განათლება და ასე ვთქვათ, ცოდნის დონე ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იმისათვის, რომ მაგალითად ვიცოდეთ რა არის დამაზიანებელი, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წყალი რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს სასმელად, იქ წყლის ფილტრები, იქ უკვე სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომელიც მათ ჩვენ გაგვიზიარეს. ასევე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ასეთი, ასე ვთქვათ, პროექტების განხორციელება. სულ მცირე იმ წლებში, როდესაც ჩვენ მუშაობდით, Coca-Cola Foundation-მა საქართველოსზე დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე დახარჯა უშუალოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სკოლებში, სოფლებში, წყლის გაყვანაზე და ასე შემდეგ. ამ პერიოდის მანძილზე დაახლოებით 17,000 ოჯახს მივაწოდეთ სასმელი სუფთა წყალი და ეს იყო მთელი ციკლი, ანუ ეს არ იყო მხოლოდ, ასე ვთქვათ, რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ამით დასრულება, ეს იყო როგორც შიდა დაქცევა, ასევე მილების გამოცვლა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ თანამშრომლობთ იმ პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებებთან, ადგილობრივ მთავრობებთან იმ მიმართულებით, რომ შემდგომ მოვლა პატრონობის პერიოდში რა ღონისძიებები უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ ეს სტანდარტი შეინარჩუნონ და ამ მიმართულებით
აი რაც ვახსენე დასაწყისში, განათლების მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან არა მხოლოდ ასე ვთქვათ ფინანსური კონტრიბუცია გაიგეს დონორებმა ამ შემთხვევაში და ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა, არამედ ადამიანური რესურსით, ცოდნის გაზიარება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება რამდენად შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლად ამ პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა არ არის თალსაღად ესეთი პასუხი, რაც კიდე არა შემიძლია გაგცეთ, მაგრამ ვიტყოდი იმას და კიდევ ერთხელ აღნიშნავდი, რომ დასავლური პარტნიორების და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა ამაში არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი და ამას ჭირდება, ასე ვთქვათ, სპეციფიური მიდგომა და გარდა იმისა, რომ სტრატეგიაში გექნება გაწერილი, ასევე ახსრულებაც არის ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი. ერთიანი როგორც ასეთი ერთი კონკრეტული გეგმა რო აი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის მიმართულებით იყოს მსგავსი როგორც ვიცი არ გვაქვს მაგრამ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით მაგალითად წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მიდგომა ანუ სტრატეგიებს გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა NIAP 3-ის სახელით არის ცნობილი 2021-2025 წლებში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული გეგმა რაც გულისხმობს სხვადასხვა ასე ვთქვათ რიგ ღონისძიებებს იმისათვის, რომ წყლის თუნდაც დაზოგვაში, ასევე მიწოდებაში და ამ ინფრასტრუქტურის ერთიან მოწყობაში გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილებები შეიტანონ. ის რომელიმე ასე ვთქვათ უწყება ან რომელიმე დეპარტამენტი იმის მონიტორინგს აკეთებდეს, რომ როგორ მიეწოდება, ანუ რაღაცა სტანდარტები და რაღაც რიცხვებს მიაღწიოს, მსგავსი რამ არ გვაქვს. რაც შეეხება წყლის დაზოგვას, ამ მიმართულებით საკმაოდ ასე ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაცია გვაქვს უკვე ადამიანის ცნობიერების მიმართულებით. ვინაიდან საქართველოს და ამ შემთხვევაში თბილისი ევროპის ქვეყნებს შორის დგას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე წყლის მოხმარების მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ ვუწევთ ბელგიის ქვეყნას, მაგრამ ბრიუსელს უსწრებთ დაახლოებით საქართველოში მოიხმარენ დღე-ღამეში საშუალოდ ერთ ადამიანზე 450 litrს, როდესაც ბრიუსელში 120 litrამდე ადიან. ანუ ეგ იმასთან არის დაკავშირებული უკვე აი ჩვენ ცნობიერებასთან ამ შემთხვევაში აი ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე ბავშვებთან მუშაობა და ვცდილობთ რომ ის ჩვევები რაც ასე ვთქვათ არც კი ვუკვირდებით, ანუ როგორ შეიძლება რომ შევცვალოთ. მაგალითად ეკვილების გახერხვის დროს რომ კონკანი უნდა დავკეტოთ და ამით დაახლოებით 25 litrამდე წყალს ვზოგავთ. ის რომ აი სტერეოტიპებიც ვახსენე ხო დასაწყისში, ის რომ აი ონკანი მოუშვათ, ცოტა წამოვიდეს და მერე დავლიოთ, ანუ წყალი. აი ეგეთი რაღაცები მაინც მოვყვება და ანუ ამ მიმართულებით თითოეულ ადამიანსაც შეუძლია გარკვეული ცვლილება შეიტანოს. ვფიქრობ, სკოლებში უნდა გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი ამ მიმართულებით, ვინაიდან წყალი არ არის მხოლოდ ჩვენი ასე ვთქვათ ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ასევე წყალი არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავლის ენერგია და ბევრ ქვეყანაში ამას უკვე გამოიყენებენ, მაგალითად ტალღების ენერგია და ასე შემდეგ, ჩვენთან არის სამწუხაროდ მხოლოდ ეს ტრადიციული ჰესები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს მაინც სკოლის პრეროგატივა და მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწორი და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ამ მიმართულებით. და ეს არის მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანი და არა მხოლოდ წყალს ეხება, არამედ წყალთან ერთად იგულისხმება სანიტარია, ჰიგიენა და ასე ვთქვათ, სხვა უკვე დომინოს პრინციპით მიყვება ამას უკვე სხვა ელემენტებით. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან წყლის დაზოგვა, როგორც ასეთი რაიმე პრევენციულ ღონისძიებებს არ ატარებენ და საკმაოდ მე მანამდეც ვახსენე, რომ ახსრულების ნაწილში გვაქვს საკმაოდ დიდი პრობლემა. ანუ კი არსებობს რიგი ასე ვთქვათ სტრატეგიები, მაგრამ მისი განხორციელება როგორც ასეთი არ ხდება იმ დონეზე, რომ ჩვენ გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, ბოლოს რომ ასე ვთქვათ, ბოლომდე გავცი ამ კითხვას პასუხს, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური უფლება, ანუ წყალზე ხელმისაწვდომა და სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება იმისათვის, რომ მის მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე.
ჩვენ შევეცადეთ სოფლებისა და რეგიონების წყალმომარაგების პრობლემაზე. გვესაუბრა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთანაც, რომელიც რეგიონების უმეტესობაში ოპერირებს, თუმცა დაპირების მიუხედავად კომპანიამ ჩვენთან ამ თემაზე სასაუბროდ სპიკერი ვერ გამონახა. დოლის სეზონისთვის ფერმერი მზად უნდა იყოს. დოლის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მეცხვარეობაში, რადგან სწორედ აქ ყალიბდება მომავალი ფარის პროდუქტიულობა. ამისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება, ფარეხების დათბუნება, დეზინფექცია, ტიხრებით ცალკე განყოფილებების მოწყობა, მშრალი ცხვრის, დასადონებლის, საჩვილესა და სამშობიარო ზონისთვის. დაბადების შემდეგ ბატკანი 4-5 დღეს დედასთან ერთად საჩვილეში რჩება, შემდეგ კი გადადის საბატკნეში. თუ ნერვი არ აწოვებს ბატკანს, სპეციალური საშუალებები, კორაკანა ან დაკიდება ეხმარება მას მიეჩვიოს ნაშიერს. ყოველი დაბადებული ბატკანი აღირიცხება ჟურნალში. ფერი, სქესი, ცოცხალი მასა და სხვა მონაცემები. პირველი 2 კვირა ბატკანი მხოლოდ დედის რძით იკვებება, შემდეგ კი ემატება თივა და კომბინირებული საკვები. საქართველოში ბატკნის გამოზრდა ხშირად გასარდვლის წესით ხდება, თუმცა უფრო პროგრესულია ნოტოებრივი მეთოდი, როცა რამდენიმე ნერვი ბატკნებთან ერთად ინახება. ეს ზრდასა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს. სელექცია და გადარჩევა სანაშენე საქმის მთავარი საფუძველია. უნდა შეირჩეს საუკეთესო ვერძები და ნერვები, ხოლო დაბალ პროდუქტიული ცხოველები გამოირიცხოს. სწორად ორგანიზებული დოლის პროცესი წარმატებული მეცხვარეობის გარანტიაა. ახლად დამაგებული ფაშატის მოვლა და კვება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მისი ჯანმრთელობა და მაკეობის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია პირობებზე. არასაკმარისი კვებისას მაკეობა შეიძლება გახანგრძლივდეს ან შეწყდეს აბორტით. ამას გარდა, საფრთხეს წარმოადგენს ინფექციური დაავადებები, საკვებით მოწამლვა, გაცივება და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაც. კვიცის მოგება უმეტესად გართულების გარეშე მიმდინარეობს და ახალშობილი მალევე დგება ფეხზე, დედას მიჰყვება და შეუძლია შორი მანძილიც გაიაროს. პირველი 2 თვის განმავლობაში კვიცი მხოლოდ დედის რძით იკვებება და დღეში 20 კილოგრამამდე რძეს იღებს. თითოეულ 1 კილოგრამ ნამატზე მას სჭირდება დაახლოებით 10 კილოგრამი რძე. 2 თვის ასაკიდან კვიცი მცენარეულ საკვებს ეჩვევა. უმჯობესია დღეში 0,5 კილოგრამი დაჭყლეტილი შვრით დავიწყოთ და ყოველ თვე 0,5 კილოგრამით გავზარდოთ. 5-6 თვიდან უკვე შესაძლებელია მისი გარეგნული ნიშანთვისებების აღწერა, ხოლო დედიდან საბოლოოდ 6-7 თვის ასაკში ასხლეტენ. ამ პერიოდში აუცილებელია კვების ნორმის დაცვა 2,6-2,8 საკვები ერთეული 100 კილოგრამ ცოცხალ მასაზე. ასხლეტილ კვიცებს ზამთარში სჭირდებათ მოძრაობა და ჯგუფური ვარჯიში. 1 წლის ასაკიდან კი მათი სკესის მიხედვით განცალკევება აუცილებელია. სწორი მოვლა და კვება არის ძლიერი და ჯანმრთელი ცხენის გაზრდის გარანტია. გსურთ საკუთარი ბაღიდან სოკოს უხვი მოსავალი? ამის გაკეთება შეიძლება მარტივად და იაფად ექსტენსიური მეთოდის გამოყენებით. ამ მეთოდში სოკო ითესება ფოთლოვანი ხეების მორებზე ან კუნწებზე. პროცესი იწყება მორების ან კუნწების მომზადებით. მათ 24-48 საათით ასველებენ წყალში, თუ ახლად მოჭრილი ხე არ არის. შემდეგ თხელფენად ავრცელებენ სოკოს მიცელიუმს. მორები ან კუნძები იალაგება სარდაფში, დახურულ სათელში, სადაც ტემპერატურა 15-20 გრადუსი ცელსიუსია და ჰაერი მოტიოა. აუცილებელია პერიოდული დასველება, რათა მასალა არ გამოშრეს. 2-25 თვის შემდეგ მიცელიუმი სრულად იკავებს მერქანს და მზადაა გარე პირობებში გადატანისთვის. მორებს ჩაფლავენ მიწაში, კუნძებს კი ჩრდილოვან ადგილზე რგავენ. მნიშვნელოვანია, რომ ნიადაგი ნოტიო იყოს. გვალვებისას მორწყვა სავალდებულოა. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 8 და 14 გრადუსი ცელსიუსის მიაღწევს, სოკო იწყებს ნაყოფის წარმოქმნას. მოსავალი ყველაზე უხვია მეორე და მესამე წელს. ერთი მორის ნაჭერი საშუალოდ 10-12 კილოგრამის სოკოს იძლევა. პლანტაცია კი 2-7 წელი ნაყოფიერად ფუნქციონირებს.
ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ საკუთარ ეზოში ბუნებრივად მოიყვანოთ სოკო და ისარგებლოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. ხბოს ჯანმრთელობა დამოკიდებულია პირველივე საათებიდან სწორ მოვლასა და კვებაზე. ახალშობილი ხბო ანატომიურად უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ იმუნური სისტემა ჯერ კიდევ დაუცველია. სწორედ ამიტომ გადამწყვეტია ხსენის დროული მიწოდება, დაბადებიდან არაუგვიანეს 3 საათისა. ხსენი შეიცავს იმუნოგლობულინებს, რომლებიც ახალშობილს იცავენ ინფექციებისგან. ხბოს ორგანიზმში მათი შეწოვა შესაძლებელია მხოლოდ 4-12 საათის განმავლობაში. 24-36 საათის შემდეგ კი ეს უნარი ქრება. ამიტომ გადაუდებელია, რომ ხბომ პირველივე საათებში მიიღოს დედის ხსენი საჭირო რაოდენობით. დაგვიანებული ან არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ხშირ შემთხვევაში ფაღარაც და მოზარდის დასუსტებას. ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, ხსენის სიჭარბი არასდროს უნდა დაიკარგოს. შესაძლებელია მისი გაყინვა -18 გრადუს ცელსიუსამდე და შემდგომ გამოყენება, რადგან ის ინარჩუნებს კვებით და სამკურნალო თვისებებს. ხსენიდან მზადდება შრატი და ხაჭო, რომლებიც ასევე მდიდარია ანტისხეულებით და სწრაფად შეითვისება. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ხელოვნური ხსენი, რძე + თევზის ქონი + კვერცხი + მარილი. 3-4 თვემდე ხბოს ძირითადი საკვები რძეა, შემდეგ კი თანდათან გადადის სხვა საკვებზე. ამ პერიოდში ყალიბდება საჭმელის მომნელებელი სისტემა და იმუნიტეტი. ამიტომ აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა, სუფთა სადგომი და ხარისხიანი რძე. დასკვნა: ხსენის დროული და სწორი მიწოდება არის ხბოს ჯანმრთელობისა და მომავალი პროდუქტიულობის საწინდარი. კარტოფილს სჭირდება ფხვიერი და ტენიანი ნიადაგი, რადგან მისი ფესვთა სისტემა სუსტი და ზედაპირულია. ნიადაგის სწორად გაფხვიერება აუმჯობესებს წყლის გაწოვას და ჰაერის ცვლას, რაც ხელს უწყობს ტოლონების, მიწისქვეშა ყლორტების განვითარებას და საბოლოოდ ტუბერების ხარისხიან ზრდას. უპირველესი ნაბიჯია მზრალად ხნა ზაფხულ-შემოდგომაზე, ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე, რათა ნიადაგი სწორად მოეწყოს და სარეველები დროულად განადგურდეს. ეს ყველაფერი 30-35 სანტიმეტრის სიღრმეზე ფხვიერი ფენის მიღებისთვის. გაზაფხულზე მიწა უნდა გადაიხსნას ნიადაგის 50%-იანი ტენიანობისას, რათა ბელტები არ წარმოიქმნას და ფორიანობა არ დაირღვეს. სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვა, ორგანული სასუქების გონივრული გამოყენება და დროული ნიადაგის დამუშავება ორჯერ ზრდის კარტოფილის მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს. კარტოფილისათვის ეფექტური სასუქია ნაკელით 40 ტონა ჰექტარზე, თუმცა მისი დროული ჩახსნა აუცილებელია აზოტის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. ასევე კარგია ტორფი და სიდერაცია, მწვანე მასის ჩახსნა ნიადაგში. მაგალითად, ხანჭკოლა აზოტს ჰაერიდან ითვისებს და ნიადაგს ამდიდრებს ადვილად ასათვისებელი საკვები ნივთიერებებით. ხშირ შემთხვევაში კარტოფილის მოსავლის დიდი ნაწილის დაკარგვა ნიადაგის არასწორი დამუშავების შედეგია. უხვი და ჯანსაღი კარტოფილის მისაღებად ყურადღება მიაქციეთ ნიადაგს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.